გათხოვოთ ქალბატონო თინა. ორი საკითხი მოგიხსენებათ რომ მე ინიცირება მოვახდინე ამ საკრებულოს ხდომისთვის მე უბრალოდ მინდა რომ ორივეს შესახებ ვაპირებ ბუნებრივია საუბარს მაგრამ პირველ რიგში მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხი შევეხო ვინაიდან ბატონი ვალერიც აქ არის და მით ვისარგებლებ ამასთანავე მოგიხსენებათ რომ 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა რეალურად ბევრი ადამიანი დაკმაყოფილდა ბევრმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი მათ შორის იმათაც ვისაც დღეს პრობლემა აქვს ისინი რეალურად ცხოვრობენ სწორედ მათთვის სპეციალურად შეძენილ ბინებში თუმცა დარჩენილია ეს 50 ოჯახი რომელსაც ჯერჯერობით საკუთრებაში არ აქვს გადაცემული აღნიშნული ფართები და ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ცდილობენ ამ პროცესის რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ აქ საკრებულოს ხდომაზეც მე რამოდენიმეჯერ ამ საკითხზე განცხადებაც გავაკეთე თუმცა ეხლა აღარ მოვყვები ამ პრეისტორიებს მოკლედ ამ წუთის მდგომარეობით არის ესეთი ვითარება რომ ნოემბერში ჩვენ მქონდა ბატონ თამასთან კომისიის ხდომა რომელსაც ესწრებოდნენ თავად მიწისძვრით დაზარალებულებიც ბატონი ვალერი გვათუაც იქ რაღაც გარკვეულ შეთანხმებას ჩვენ მივაღწიეთ გავგზავნეთ ყველა ამ ადამიანის საქმეები ინდივიდუალურად მე მინდა რომ უბრალოდ საკრებულოს წევრები საქმის კურსში იყოთ ვთქვათ როგორ მოვედით ამ პროცესამდე და მაშინ იყო დაპირება რომ ყველა ამ ადამიანის საქმეს იმის შემდეგ რაც ჩვენ ინდივიდუალურად გავგზავნდით მათ საქმეებს ინდივიდუალურად იქნებოდა გადახედილი და მივიღებდით ჩვენ პასუხებს 23 სექტემბერს რატომ მოხდა ამის ფორსირება შემდეგ უბრალოდ მოკლედ გეტყვით 23 სექტემბერს თბილისის მთავრობა მიიღო დადგენილება რომელსაც ჩვენ ვთვლიდით რომ იყო ანტიკონსტიტუციური სხვა რომ არაფერი ვთქვათ იმიტომ რომ ის ადგენდა განსხვავებულ პირობებს ამ 50 ოჯახისთვის იმ ყველასგან განსხვავებულს ვისაც მანამდე ამ მიზეზით ჰქონდა ბინა საკუთრებაში მიღებული ანუ თუ კი მანამდე აქტები რომელიც საკრებულოს ჰქონდა მიღებული პარლამენტისა დადგენილებები არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულებები და ასე შემდეგ უამრავი აქტი ამბობდა რომ მიწისძვრით დაზარალებულებს ყოველგვარი სასყიდლის გარეშე და რაიმე სარგებლის გარეშე უნდა გადასცემოდათ ეს ფართები საკუთრებაში და ეს ასეც ხდებოდა 23 სექტემბერს თბილისის მთავრობა მიიღო დადგენილება რომელშიც ჩაწერა რომ მათი ძველი ანუ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული და დანგრეული შენობა ნაგებობები სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო მათთვის უკვე შემდეგ სადაც შესახდნენ იმ ბინების გადაცემა ეს აქტი თავად გასაჩივრებულია სასამართლოში ამ ადამიანებმა გაასაჩივრეს და ჩვენ სწორედ ამ აქტის გაუქმებას ვითხოვდით. აი ამ შეხვედრაზე რომელიც ბატონ თამასთან შედგა კომისიის ხდომაზე ამ შეთანხმებას ჩვენ მივაღწევთ და 17 დეკემბერს ანუ თვენახევრის შემდეგ თბილისის მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება სწორედ ის ორი ცვლილება შევიდა დადგენილებაში რასაც ჩვენ ვაყენებდით პირველი ეს იყო რომ ინდივიდუალურად საქმეების განხილვა მომხდარიყო და მეორე სანაცვლოების წესი ამოღებულ იქნა. ანუ იქ უკვე ესეთი დაკონკრეტება აღარ არის დღეს და არის ზოგადი დებულება რომ ინდივიდუალურად იხილავს თბილისის ქონების მართვის სააგენტო და შემდეგ გადასცემს თბილისის მთავრობას გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ მე ჩემი ინიციატივა რომელთაც მე შემოვდივარ ეხებოდა დამატებით იმას რომ ერთგვარად ვადა განგვესაზღვრა ჩვენ და მთავარი ამოცანა ჩემი ეს არის რომ ეს პროცესი კიდევ უსასრულოდ არ გაიწელოს და მე ვთქვათ გთავაზობდით რომ ერთი თვე მიგიღო გადაწყვეტილება რომ ერთი თვის ვადაში ყველა საკითხის განხილვა დასრულებული იყო და გადაწყვეტილებები მიღებული ყოფილიყო თუმცა კომისიის ხდომაზე გუშინ წინ ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ დასტური ქონების მართვის სააგენტოსგან რომ ეს პროცესი რეალურად დაიწყებოდა თუ ეს ადამიანები მიმართავდნენ დღეს დილიდან თითქმის ყველა მათგანმა და ვინც ვერ მოასწრო ალბათ ორშაბათს დასრულდება ეს პროცესი განცხადებები უკვე შეიტანა ქონების მართვის სააგენტოში სწორედ ისე როგორც ამ 17 დეკემბრის აქტში არის მითითებული და მე უბრალოდ მინდოდა რომ საკრებულოს ხდომაზე ანუ მე ინიციატივას დღეს არ ვაყენებ რომ დღის წესრიგში შევიტანოთ იმიტომ რომ შეთანხმებას არ ვარღვევ და ეს შეთანხმება ჩვენ კომისიის ხდომაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ უბრალოდ მინდა რომ ინფორმაცია გქონდეთ რომ ეს პროცესი მიმდინარეობს პროგრესი ნამდვილად გვაქვს მე გუშინ ბრიფინგიც გავუმართე და მადლობა გადაუხადე სააგენტოს ამ ცვლილების შეტანისთვის ამ ადამიანების წუხილის გაზიარებისთვის და უბრალოდ იმედი მაქვს რომ რეალურად მართლაც და ფორსირებულად წარიმართება ეს პროცესი და აღარ მოხდება კიდევ ერთხელ გაჭიანურება ვთქვათ რამოდენიმე თვეზე და წლებზე გაწევლა როგორც ამ 8 წლის განმავლობაში ხდებოდა და მე მინდა ვთხოვო ბატონ ვალერის რომ აიქნებს ხდომაზე კიდევ ერთხელ დაგვიდასტუროს რომ რეალურად სააგენტო მზად არის რომ მე არ ვამბობ რომ ორ დღეში ახლა უცებ 50 ადამიანის საქმე განიხილონ და სასწრაფოდ ყველა გადაწყვეტილება მიიღონ ესეთი სულ სწრაფები არა ვარ ჩვენ მაგრამ ჩვენ გვინდა რომ დავინახოთ პროგრესი რომ რეალურად
გადაწყვეტილებების მიღება იწყება და მე უბრალოდ მინდა გთხოვოთ რომ ხარი დამიჭიროთ იმაში რომ აქ საკრებულოს ხდომაზე ერთგვარად ეს ჯენტლმენური შეთანხმება რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ კომისიის ხდომაზე იყო კიდევ ერთხელ დადასტურდეს რომ ეს პროცესი მართლაც დაიწყება და ეს ადამიანები კიდევ ერთხელ არ დარჩებიან მიღმა აი მოვლენების რომელსაც 8 წელს განმავლობაში ელოდებიან ეს არის პირველი საკითხი და მეორე საკითხი რომელზეც ამჯერად უკვე გთხოვთ რომ დღის წესრიგში კენჭისყრაზე დააყენოთ ეს არის საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული ჩემი ინიციატივა მე ჩემი ინიციატივა ხა აღარ მოვყვება ძალიან მარტივი არის იქ სულ რამდენიმე პუნქტია პირველი ამბობს იმას რომ საკრებულო იღებს ვალდებულებას რომ თბილისში ამ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის განმავლობაში ანუ ჩვენი საკრებულოში ყოფნის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში საბავშვო ბაღებში არ იქნება შემოღებული რაიმე ტიპის გადასახადი და მეორე ეს არის რომ თბილისის მერიამ წარმოგვიდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია და იქ ჩამოთვლილია ვთქვათ რა ტიპის ინფორმაციაზეა საუბარი ეს არის სტატისტიკა ვთქვათ ბაღების მატერიალური ტექნიკური მდგომარეობა ამ წუთის მდგომარეობით ასევე საგნების უბრალოდ სასწავლო პროგრამების განწერა რომელიც აი ამ ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამის ნაწილში ხორციელდება იმისაც რომ ჩვენ სრული წარმოდგენა გქონდეს რაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას და რის მონიტორინგის განხორციელებას ვაპირებთ ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია ძალიან მარტივი მიზეზით რომ კიდევ ერთ მე გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ რომ ჩვენ რაღაცაზე მე ვფიქრობ რომ პასუხისმგებლობა როგორც საკრებულომ უნდა ავიღოთ და წინსწრებად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები განსაკუთრებით იმ ფონზე რაც გასული წლის ბოლოს ხდებოდა როდესაც ერთმანეთის მიყოლებით აქ უმრავლესობით იღებდით გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ტარიფების მატებად ერთი პატარა გულისკივილი მინდა გამოვთქვა ბატონმა რაც ახლა გითხრა იმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იმის მიუხედავად უმრავლესობას რა გეგმა ქონდა ჩემი ინიციატივას იხილავდა თუ არ იხილავდა, იცოდა ბატონმა რომ მე ამ ინიციატივით შემოვედი და თუ გუშინ კომისიის ხდომა ჩატარდა, სადაც ეს ინფორმაცია მოისმინეს მე ვფიქრობ კოლეგიალობის ამბავი იყო რომ შეიძლება მე მცოდნოდა ამ კომისიის ხდომის შესახებ დავესწრებოდი და შეიძლება დღეს საერთოდ არაფერი აღარ მეთქვა ამაზე ეს ისე გულის ტკივილის ნაწილში ვფიქრობ რომ არ არის უმნიშვნელო თუ კი ვიცით რომ არსებობს ინტერესები იმის მიუხედავად ვარ თუ არა ამ თუ იმ კომისიის წევრები შეიძლება გაგვაგებინონ ხოლმე რომ კომისიის ხდომა ტარდება და ბოლოს რკინიგზასთან დაკავშირებით სულ ორ სიტყვას ვიტყვი იმიტომ რომ მე პრაქტიკულად სრული ინფორმაცია მაქვს მრავალი თვე ამ საკითხზე ვმუშაობ ძალიან ბევრი სასამართლო პროცესის მონაწილე ვარ, ანუ უბრალოდ ვეხმარები ადამიანებს, რომელიც დღეს სასამართლოში ჩივიან. ბატონო კოკი 500-მდე ოჯახს აქვს სასამართლოში დავა, ეს არ არის პატარა რიცხვი, უფრო ზუსტად 350-ს უკვე აქვს და კიდევ რომ 500-მდე არის სუჯამში ოჯახების რაოდენობა, ვისაც ან უკვე აქვს შეტანილი დავაზე და ან აპირებს. მაგალითად, 1 თებერვალს 11 საათზე ერთ-ერთი დიდი ჯგუფის თბილისის ზღვის ტერიტორიის ჯგუფის სასამართლო პროცესია, ასევე მიმდინარეობს დიდი ნილოს, ასევე მიმდინარეობს პატარა ნილოს სასამართლო პროცესები, ისე რომ ბევრია, პრობლემა სერიოზულია, აი მე შემიძლია ძალიან კონკრეტული მაგალითი გითხრათ, 5 წუთის წინანდელი, ანუ არ მოუყვები მასშტაბობით საქმეს, რომელიც ვიცი, 5 წუთის წინ დამირეკა ერთ-ერთმა მოქალაქემ კიდევ 1500 კვადრატულ მეტრში 9000 ლარს უთავაზობენ და როგორ მოიქცეო, იქნებ თქვენ უთხრათ როგორ უნდა მოიქცეს 1500 კვადრატულ მეტრში 9000 ლარით, არ უბრალოდ საკამათოდ ხო, ამით ვასრულებ სწორედ რომ ძალიან კარგია, არა, ისინი აქაც იყვნენ ძალიან ბევრჯერ, თქვენთვისაც რამდენადაც მე ვიცი, საკრებულოს უმრავლესობისთვის ძალიან ხშირად აქვთ მათ მომართული, ამიტომ თუ თქვენი ინიციატივა ეს იქნება, სიამოვნებით, ოღონდ ეს მალე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, პროცესები უკვე მიმდინარეობს და ამ ეტაპზე შესაძლებელი არის რომ მორიგებებით დასრულდეს ბევრი რამე და ვთქვათ, უფრო მეტი გართულება აღარ მოყოს თუ იქნება ნება ამ თვალსაზრისით. ამიტომ მე მხოლოდ მივესალმებ იმას, რაც თქვენ თქვით და დაველოდები რომ როდის იქნება ინიციატივა ვთქვათ ასეთი ხდომის ჩატარებაზე.